საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო და თქვენთან მოვედი ახლა საჯარო ჩანაწერით. თუმცა არ ვიცი რაზე ჩაგიწეროთ, მაგრამ მოდი მაინც ჩავწეროთ ესეთი თემით. თქვენ და თქვენი პარტნიორი, ჩაიფიქრეთ პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ახლა, აი ესე გადავურევ კარტებს. გავარკვიოთ ახლა, როგორი იყო დღევანდელი დღე მისთვის. რას ფიქრობს თქვენზე? ზოგადად, ყველაფერი თქვენ შესახებ, ჩემო ძვირფასებო. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ვის ჩაი, ვის ყავა, ვის ცხელი შოკოლადი და მე დავიწყებ. ჯერ მისი სიგნიფიკაცია. ადამიანი ახლა რაღაცეებს აღწევს. ადამიანს აქვს ახლა რომანტიული ინტერესები. ძალიან ბევრი მიღწევები აქვს ამ ადამიანს. სიყვარული აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. მისი სიგნიფიკაცია ძალიან უყვარს. შეყვარებულია ეს ადამიანი, მინდა გითხრათ. ეს ადამიანი არის შეყვარებული, ჩემო ძვირფასებო. ამ ადამიანს უნდა თქვენთან რომანტიული საღამოს მოწყობა. ამ ადამიანს უნდა თითქოს სადღაც დაგპატიშოთ. კიდევ მისი სიგნიფიკაცია. ამისთვის ემზადება. ეს ადამიანი გაჩვენებთ, იქნებ რომ თავისუფალია, მაგრამ არა მეგობრებო, რასაც გაჩვენებთ, ეს არ დაიჯეროთ. თუ კი ხედავთ ბედნიერს, არ დაიჯეროთ. ხო, ძალიან დიდი კრიზისი აქვს ამ ყველაფრის გამო, ძალიან გაურკვევლობაშია თქვენი პარტნიორი, მინდა გითხრათ და ძალიან ისე აუტანლად იმყოფება. კიდევ ერთი ორი კარტი. მისი სიგნიფიკაცია არეულია, ამ ყველაფრის არქონებით და ამ ყველაფერს თითქოს და რასაც ხედავთ ამ ადამიანში, ეს ყველაფერი არის სპეციალურად გაკეთებული, ოფიციალურად ნაჩვენები, ოფიციალური საქციელი, რომ დაგანახოთ თუ როგორი ბედნიერია და როგორი წარმატებულია თუნდაც უთქვენოთ. ესეთი იყო თქვენი პარტნიორი დახასიათება, მისი ენერგიები. მოდი ახლა ვნახოთ ჩემო ძვირფასებო. დღევანდელი მისი დღე როგორი იყო? როგორი იყო მისი დღევანდელი დღე მეგობრებო? მისი დღევანდელი დღე როგორი იყო? ეს ადამიანი ახალ გზებს ეძებდა დღეს ახალ ალიანსებს ეძებდა, ახალ შანსებს ეძებდა. ამ ადამიანს თითქოს სადღაც აგვიანდებოდა და რაღაცებს ფიქრობდა. კი, რაღაცებს სწავლობდა, რაღაცებს ითვისებდა, თუმცა ძალიან ნერვიულობს, ვის ფასად უჯდება ახლა ამ გამოსავალის პოვნა, იმიტომ რომ თავის დროზე ამ ადამიანმა არჩევანი ვერ გააკეთა სწორი. მოდი ასე ვიტყვი. როგორი იყო მისი დღე? დღეს. ეს ადამიანი ძალიან ცდილობდა საღაციდან გამოსვლას, ჩიხიდან გამოსვლას, აი სპეციალურად, ოფიციალურად. ამ ადამიანს უნდოდა რომ დღეს კიდევ რაღაც ეცადა. დღეს რაღაც ეცადა ამ ადამიანმა. იქნებ მოწერა ეცადა თქვენთან, იქნებ კონტაქტზე გამოსვლა ეცადა, იქნებ რა ეცადა და იქნებ რა, მაგრამ ნუ რა ქნას. ხო. კიდევ როგორი იყო მისი დღე? ხო, მანძილზე. ამ ადამიანმა ბევრი რამე ეცადა დღეს, მაგრამ ვერ გაბედა. ვერ გაბედა მოწერა, ვერ გაბედა დარეკვა, ვერ გაბედა კონტაქტზე მოსვლა, მოახლოება ვერ გაბედა. თქვენთან გამოჩენა ვერ გაბედა და არჩა ასე ისევ მანძილზე მეგობრებო, ხო. თუმცა ეჭვიანობა აქვს თქვენს მიმართ. სასწაული რა დღეშია თურმე. ეს საცოდავი. კარგით, მიზეზი რატომ ვერ გაბედა? რატომ ვერ გაბედა? რა იყო ამის მიზეზი რომ ვერ გაბედა? ხო, რა იყო ამის მიზეზი და თავისუფლება უნდა ამ ადამიანს. მაინც უნდა თავისუფლება. ეს ადამიანი თუ კი ქორწინებაშია, მეგობრებო, იქ განქორწინებაში იმყოფება. იმედია მივხვდით ახლა რაც ვთქვი. თქვენ თუ კი იცით რომ თქვენი პარტნიორი იმყოფება ქორწინებაში და თქვენ ხართ სამკუთხედში, აქ სამკუთხედსაც ვხედავ მეგობრებო. იცოდეთ რომ იმიტომ ვერ გამოვიდა კონტაქტზე რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი ქორწინება. თუმცა ამ ქორწინებაში მას უკვე განქორწინება აქვს წინ. კი. ეს ადამიანი უკვე იმყოფება განქორწინებაში მეგობრებო. არ ვიცი ვის რა სიტუაცია გაქვთ, ვის რა ამბები გაქვთ, მაგრამ თქვენი პარტნიორი თუ კი იმყოფება ქორწინებაში, ქორწინებაზე გავამახვილე ყურადღებას. იცოდეთ რომ განქორწინებაშია. კიდევ. ხო, მე
მეგობრებო. ბევრი კიდე უკვე დაშორდა. კი, მეგობრებო, იქ უკვე განქორწინება. იქ უკვე დასასრულია, იქ უკვე დასრულდა. დაასრულდა მეგობრებო, იქ ყველაფერი დასრულებულია. ან უკვე დასრულდა, ან უკვე წუთი წუთზე სრულდება. კი, ასე რომ არი ნერვიულოთ, საიჭვიანოდ არ გაქვთ საქმე. ხა. დამთავრდა იქ ყველაფერი. აი, ტრანსფორმაცია. მოუსწრო, მოეწია ზურგში მეგობრებო. თქვენს პარტნიორს, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ტრანსფორმაციამ მოუსწრო რო იტყვიან. ხა. თქვენი ურთიერთობა ტრანსფორმაციაშია და თვითონ ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია. ძალიანაც კარგი. მოდი ახლა ვნახოთ აბა. ამ ტრანსფორმაციიდან რომ გამოვა, რას იზამს და ისევ მანიპულაციები. აი ესეთ ადამიანთან დაიწყოს მანიპულაციას. მეგობრებო, ხა წარმოიდგინეთ. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ და ეს თქვენ ხართ და ეს მანიპულაციები. რო გამოვა ამ ტრანსფორმაციიდან რას იზამს მეთქი და აბატონო, ისე მანიპულაციებით მოვა თქვენთან მეგობრებო. დაბრუნდება თქვენთან, მაგრამ მანიპულაციებით. ეს ადამიანი შეიძლება იყოს მწეველი, შეიძლება იყოს მავნეჩვევებით. თუმცა რასაც ხელს მოკიდებს, ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის. ოქროს ხელება აქვს რო იტყვიან. კი. უყვარს რაღაცების ჭხირკედელავი რაღაცებს აკეთებს ხელებით. კი ბატონო. კი ბატონო და ესეთ ადამიანთან მეგობრებო მანიპულაციები. ნუ ეხლა ჩვენ ბოდიში. ხო, ეხლა ჩვენ ბოდიში, მეგობრებო, ნახეთ ეხლა როგორ ეხვეწება ღმერთს, როგორ ეხვეწება უფალს თქვენთან სტაბილურობას, როგორ ევედრება უფალს თქვენთან მოსვლას. თქვენ ხართ მისი მზე. მე შენ გეტყვიდა, რატომაც არა, ეს ხართ თქვენ. ნახეთ? თუ თქვენ არიცით თქვენი თავის ფასი, მე გეტყვით, თქვენ მისთვის ვინ ხართ? თქვენ ხართ მისთვის მზე, ვულკანი, ცეცხლი, ადამიანი ცეცხლის სტიქია, ვინ ხართ ცეცხლის სტიქია, მეგობრებო? თუ არა და რაღაც ცეცხლის სტიქიაში, ცეცხლის ენერგიებში ხართ ეხლა. ხო. და ეს ევედრება ეხლა უფალს, ეხლა რომ ეს ევედრება უფალს, ჩემო ძვირფასებო, მაპატიეთ, ზარი იყო, რომ ისა რა ქვია, აი ნახეთ, ხო? ეს ევედრება უფალს, რომ თქვენთან მოვიდეს. თქვენამდე მოუშვას უფალმა ესე, რომ სტაბილურად იქცნას. კიდევ. ვაი მისი დღე. ხა. ბოლო რას გადაწყვიტავს ეს ადამიანი? კი, მოსვლას გადაწყვიტავს, მეგობრებო, კი. მაგრამ მაინც ვკითხოთ, რას გადაწყვიტავს? აი რას, როგორ ნაბიჯებს, რა ნაბიჯებს? ოხ, იყვყმანებს, ერხანს იყვყმანებს მეგობრებო, კი. ცოტა ხანი კიდევ ასე იყვყმანებს, იორჭოფებს, ინერვიულებს. ხო და მერე. კი მეგობრებო, ცოტა ხანი ასე გასტანს კიდევ და ბოლოს ვეღარ გაუძლებს და გამოვა კონტაქტზე. მოვა მეგობრებო, მოსვლა ჩანს ემოციებით, მოსვლა ჩანს სიხარულით, სიყვარულით და მთელი ამბებით. კიდევ, აი რას იზამს რომ მოვა გაუბედურებული, მოვა კოშკ ჩამომხობილი, თავზე ჩამომხობილი ყველაფრით. მოვა რუტინული ცხოვრებიდან გამოსული ადამიანი, ჯოჯოხეთ გამოვლილი ადამიანი, მოვა შეშინებული და ეშინია რომ თქვენ არ დააიგნოროთ. კი, ეშინია რომ თქვენ არ გააძუნძულოთ უკან, მეგობრებო. ხა. თქვენ რომ მეგობრებო, საცოდავად მოვა. მაგრამ მოვა იმედით, მოვა რწმენით, მოვა აღფრთოვანებით, მოვა სიყვარულით, მოვა ბედნიერებით, მოვა თქვენთან კმაყოფილებით. ანუ თქვენი კმაყოფილია, ეს თქვენით ძალიან დიდი კმაყოფილია ეს ადამიანი. მოდი თქვენ რა უნდა გააკეთოთ ეხლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეგობრებო, სანამ რაიმე ხელს არ შემიშლიდეს. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო, რას გადაწყვიტავთ, რასაც გადაწყვიტავთ. თქვენ როგორც გინდათ ისე იქნება. თქვენ უკან არ დაიხევთ იმისთვის, რისთვისაც უკან არ დაიხევთ. თქვენ თუ გინდათ მიიღებთ ამ ადამიანს და ყველაფერი კარგად იქნება. თუ გინდათ არ მიიღებთ. თქვენი გადასაწყვეტი იქნება ამ ადამიანთან გააგრძელებთ ურთიერთობას თუ დაასრულებთ. თუ გააგრძელებთ, ახალს დაიწყებთ, ახალ ცხოვრებას დაიწყებთ ამ ადამიანთან თუ ზოგადად დაასრულებთ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება, ჩემო ძვირფასებო. მე კი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში, აბა ვისთან როგორ რეზონირდება. აბა მშვიდობიანი ღამე ყველას და დროებით.